1979 წლის 18 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრიის კონვენცია მიიღო. 1994 წელს კონვენცია საქართველოს შეუერთდა. 1998 წლის თებერვალში ქვეყანამ პირველი ანგარიში წარადგინა. იმავე წელს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა კომიტეტში წარადგინეს პირველი ალტერნატიული ანგარიში. 2002 წელს საქართველომ ხელი მოაწერა კონვენციის დამატებით ოქმს. კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით მონაწილე სახელმწიფოებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კომიტეტში ყოველი 4 წლის მერე და შემდგომში განსახილულად საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციული და სხვა ღონისძიებების შესახებ ანგარიში უნდა წარუდგინონ. 2012 წელს საქართველოს მთავრობამ კომიტეტს წარუდგინა მე-4 და მე-5 პერიოდული ანგარიში საქართველოს მიერ კონვენციის შესრულების შესახებ. 2014 წელს ქალთა უფლებებსა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე 13 არასამთავრობო ორგანიზაციამ და 2 ქალთა ქსელმა ალტერნატიული ანგარიში მოამზადა. ანგარიშის შემუშავებას კოორდინაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გაუწია. ანგარიში მომზადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით. ჟენევაში გამგზავრებამდე ქალთა საინფორმაციო ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი გამართა. ფორუმში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრიის კომიტეტის 58 სესიაზე წარსადგენი რეკომენდაციები. ჟენევაში ჩასვლისთანავე ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ მზადება დაიწყო იდეო კომიტეტის წევრების წინაშე მოხსენებით გამოსასვლელად. საქართველოდან ჩასული არასამთავრობოებისთვის კომიტეტში მოხსენების გასაკეთებლად 10 წუთი იყო განსაზღვრული, მაგრამ ორგანიზაციები ემზადებოდნენ ასევე არაფორმალური შეხვედრისთვის. ჟენევაში არასამთავრობო ორგანიზაციების, ქალთა საინფორმაციო ცენტრის, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის, ასოციაცია ჰერაუდს და მეერთეს, კავშირი საფარის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები მოსამზადებელ ტრენინგს დაესწრნენ. ტრენინგი აზია-პასიფიკის ჯგუფის წევრებმა გამართეს. მერე წამოვა შეკითხვების რაუნდი, უცბად და პასუხები, შეიძლება რომ თუ არ გაკუთხა რომ მერე დაწერილობით მოგაწვდი და ბოლოს არის მარტო ჩვენი ომბუდსმენი ჩამოვიდა, იმათი არ ჩამოვიდა. ცუდი ის არის რომ ყველაფრის ამისთვის გამოყოფილია მარტო 1 საათი სამ ქვეყანას და არის ძალიან ცოტა დრო. მასწავლებელ შტოში სისტემის შექმნა, არა გვაქვს სისტემა, არანაირი აღსრულების მექანიზმებია. სისტემა მასწავლებელ შტოში არ დახვეწეს, ანუ ესეთი მესიჯი აზრი არაფერს არ აქვს. ანუ ეს ორი არის რომ 2 წელიწადში მოითხოვენ, აი აქ რა ხდება, ამაზე ინფორმაციას. მონაწილეებმა ერთმანეთს კომიტეტის წევრებისთვის გამზადებული მოხსენებების ტექსტი გააცნეს. ზეპირი მოხსენებები შეიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმი, ქალთა მიმართ ძალადობა, იძულებით გადაადგილებულ ქალთა პრობლემები, ნარკომომხმარებელ ქალთა პრობლემები, LGBT ქალების პრობლემები, ადრეული ქორწინებები და შრომითი უფლებები საქართველოში. IDP women have problems with housing, especially finding proper housing conditions or legalization of their property. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გამოიყო და შემდეგ უკვე კომიტეტის წევრების მხრიდანაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, ეს იყო იძულებით გადაადგილებული ქალები და კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები, კონფლიქტის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ქალები და ბავშვები. და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვახსენეთ ერთი რაც თვითონ რა ყველაზე დიდი გამოწვევა, ეს არის ფსიქოსოციალური დახმარება. ჟენევაში გაეროს შტაბ-ბინაში შედგა დახურული არაფორმალური შეხვედრა არასამთავრობოებსა და კომიტეტის წევრებს შორის. შეხვედრას ფასილიტაცია გაუწია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თამარ დეკანოსიძემ.
იყო გაერთიანებული ანგარიში 13 ორგანიზაციის და 2 ქსელის. შესაბამისად იყო საკმაოდ მოცულობითი ანგარიში, თუმცა უკვე ოფიციალური მოხსენების დროს იქიდან გამომდინარე რომ შეზღუდული გვქონდათ რომ ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება რამდენიმე განსაკუთრებულად მწვავე საკითხზე ქვეყანაში გენდერული პოლიტიკის სრულყოფა და ინსტიტუციური მექანიზმების დახვეწა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ქალების მშვიდობა და უსაფრთხოების თემა, მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა და განსაკუთრებით ხაზი გაუსვით დევნილების მდგომარეობას საქართველოში. კომიტეტის წევრებმა ერთხმად აღნიშნეს ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი სამუშაო და ამავდროულად დაინტერესდნენ თუ რამდენად координирებულად მუშაობს სახელმწიფო ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. Because we received a lot of information from NGO representatives. ვფიქრობ, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომიტეტის წევრებს შორის ურთიერთობა საკმაოდ კარგი ფაქტია, რადგან ჩვენ ვიღებთ უამრავ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. მინდა აღვნიშნო ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაო, მათგან უამრავი მასალა მივიღეთ. ვფიქრობ, რომ კომიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიზნები მსგავსია, დაიცვას და განახორციელოს ამ კონვენციის ყველა მუხლი. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად. Briefing with NGO from Georgia and there was a question whether მე ვესწრებოდი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგს. იქ იყო კითხვები, მასალები და მსჯელობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც იძლეოდა შესაძლებლობას შევქმნოდა წარმოდგენა საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ ბრიფინგი ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ძალიან პროდუქტიული და შემოქმედებითი იყო. გაეროს შტაბ-ბინაში არასამთავრობოებისთვის დაგეგმილ ბრიფინგზე სიდო კომიტეტის წევრებმა მოისმინეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ზეპირი მოხსენებები ქვეყანაში ქალთა უფლებების კურთხით შექმნილ მდგომარეობაზე. კავშირის საფარის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ქალთა სიღარიბეზე და შრომით უფლებებზე, ასევე LGBT ქალებზე. ვიცით რომ ხდება სიღარიბის ფემინიზაცია, ანუ ძირითადად ღარიბები არიან ქალები, მათი შემოსავალი ბევრად ჩამორჩება კაცების შემოსავალს და იმისათვის რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს, გარკვეული ღონისძიებები არის გასატარებელი, სამწუხაროდ ამ მიმართულებით ჩვენ წისვლას ვერ ვხედავთ და კომიტეტს გაუზიარეთ, ასე ვთქვათ, ის მონაცემები და ის პრობლემები, რომელიც რეალურად ფიქსირდება ქვეყანაში. ზიანის შემცირების ქსელის მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ფაქტურად არ არის მთავრობის მიერ ხალდაჭერილი ჯანმრთელობის სერვისები, რომელზეც ქალ ნარკოტიკების მომხმარებლებს ხელი მიუწევათ. ასევე ისინი არიან ძალიან დიდი მსხვერპლი ძალადობის, დისკრიმინაციის და სოციალური სტიგმის. ასოციაცია ჰერაუდს და მერთეს წარმომადგენელმა ბავშვთა ქორწინებაზე, აბორტების რიცხვსა და სქესით განპირობებულ სელექციურ აბორტებზე ისაუბრა. ამ საკითხების მიმართ არ არსებობს ერთობლივი შემუშავებული სტრატეგია, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს განიხილავს ოჯახის დაგეგმვის სერვისებთან ერთად. არ არის ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით სოფლად ცხოვრები და მთიან რეგიონში ცხოვრები ქალებისთვის, არ არის ხელმისაწვდომი კონტრაცეფცია და არ არის შექმნილი ალტერნატივა, რომელიც ხელს შეუწყობს აბორტის რაოდენობის შემცირებას საქართველოში. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ ყურადღება გაამახვილა გენდერული მექანიზმის აუცილებლობის შესახებ საქართველოში. მისი აზრით, ქვეყანაში გენდერული მექანიზმი მოუწესრიგებელია. კანონით არ არის განსაზღვრული ქალთა პოლიტიკური ჩართულობის აუცილებლობა, რის გამოც გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა მონაწილეობა არის დაბალი. კომიტეტის მეცხრე შეკითხვის შესახებ, რომელიც ეხებოდა მონაწილეობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გსურს განვაცხადოთ, რომ ქალთა წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ძალზე დაბალია, ასევე დაბალია ქალთა მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ეს გამოწვეულია პოლიტიკური ნების არარსებობითა და გადაწყვეტილების მიმღებთა დაბალი ინფორმირებულობით, მცირე გამონაკლისების გარდა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა, როგორც პოლიტიკაში, პარლამენტში იქნება ეს თუ აღმასრულებელ რგოლში, აქ ორი აზრი არ არის. ამაზე ზრუნავს უკვე სახელმწიფო და როგორც საკანონმდებლო დონეზე ჩვენ უკვე რამოდენიმე გადაწყვეტილება მიღებულიც გვაქვს, მაგრამ ამას დაჭირდება ალბათ გაძლიერება მომავალში, მაგრამ ამის საფუძველი რომ უკვე არსებობს დღევანდელ ხელისუფლებასაც პოლიტიკური ნება გააჩნია,
ამან ეს დადასტურდა მე მგონი ბოლო ადგილობრივი არჩევნებითაც, სადაც აიწია, არ არის საკმარისი, მაგრამ აიწია რაოდენობა პოლიტიკაში მოღვაწე ქალბატონებისა 83-მდეა მაჟორიტარების ჩათვლით. არასამთავრობოებისთვის კომიტეტში მოწყობილ მოსმენას მთავრობის დელეგაცია მთელი შემადგენლობით დაესწრო. For the committee's work, the NGO კომიტეტის მუშაობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან როდესაც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას სახელმწიფოსგან, ჩვენთვის ძალიან რთულია იმის შეფასება, თუ რა დარჩა ანგარიშის მიღმა. რის შესახებ არ გვაქვს ინფორმაცია, რა პრობლემები არსებობს რეალურად. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კარგად იყვნენ მომზადებული ანგარიშების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანგარიშები უნდა იყოს საიმედო. ამ შემთხვევაში ანგარიშებს თან ახლდა წყაროები და იყო ძალიან სანდო. ასევე პრეზენტაციები იყო ძალიან მიზნობრივი. ვფიქრობ, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთგვარი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეფექტურია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ერთად. კიდევ ერთი ანგარიში წარდგენილი იყო კომიტეტში სახალხო დამცველის აპარატის მიერ, რომელიც ომბუდსმენის მოადგილემ პაატა ბელქაძემ წარადგინა. ყურადღება გამახვილდა 4 ძირითად მიმართულებაზე, ეს არის ადრეული ასაკში ქორწინებები, ქალთა მიმართ ძალადობა და მისი გახშირებული ფორმები, ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობა და ამ მიმართულებით იქნა გაშლილი ასე ვთქვათ ჩვენი მოხსენება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის ბევრი წევრისგან სწორედ ის კითხვები იქნა დასმული, რასაც სახალხო დამცველი თავის წლიურ საპარლამენტო ანგარიში და კომიტეტის მიმართ გამოგზავნილ მოხსენებაში ამახვილებდა ყურადღებას. ჩატარდა კონფიდენციალური შეხვედრა საქართველოში მომუშავე გაერო სააგენტოებისა და კომიტეტის წევრებს შორის, სადაც გაერო სააგენტოების მიერ მომზადებული ალტერნატიული ანგარიში განიხილეს. ეს არის 23 ექსპერტი მსოფლიო დონის, რომელიც მუშაობს საქართველოზე ეს 2 დღე, ამიტომ რა ის დასკვნები და რეკომენდაციები არის სტრატეგიული მნიშვნელობის პოლიტიკის ფორმირებისთვის. და ჩვენ არ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ეს რეკომენდაციები გქონდეს ახალი კიდევ 4 წლის მინიმუმ 4 წლის განმავლობაში, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ თქვათ 4 წლის შემდეგ ის რეკომენდაციები ისევ გასახორციელებელი არის და არ არის გათვალისწინებული, ეს ძალიან ცუდი ინდიკატორი იქნება. ანუ ქვეყანა სერიოზულად არ აღიქვავს მაშინ მთელ ამ პროცესს. გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხრის კომიტეტში შედგა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მე-4 და მე-5 გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების განხილვა. წარდგენილი გაერთიანებული ანგარიშების განხილვა საქართველოდან 29 კაციანი დელეგაცია დაესწრო მანანა კობახიძის ხელმძღვანელობით. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი გაერთიანებული ანგარიში საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინაციით შემუშავდა. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები 5 საათის განმავლობაში პასუხობდნენ კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს. ჩვენი უწყების მიმართულებით მაგალითად იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაკეთებო კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მიმართულებით და ასევე ხალხთაშორისი სახალხო დიპლომატიის კუთხით ქალების მონაწილეობით. აქ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მაგალითად ჟენევის მოლაპარაკებები არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, სადაც განიხილება ადამიანის უფლებების და მათ შორის ქალთა უფლებების დარღვევა ოკუპირებულ რეგიონებში და ამაზე ქონდა საუბარი, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით. ასევე ვისაუბრეთ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებს შორის განათლების მნიშვნელობაზე, ადრეული ქორწინების, ოჯახური ძალადობის და სხვა მსგავსი სოციალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. არაერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი განვიხილეთ დაწყებული ქალთა რეპროდუქციული უფლებებით, დასრულებული თანაბარი ანაზღაურების უფლებით ქალთა და მამაკაცთა შორის. ასევე განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, წამოიჭრა გერიატრიული თემა, ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის საკითხები, აბორტის რეგულაციები ცალკე იქნა და სელექციური აბორტის თემა ცალკე იქნა განხილული და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად არსებული დროის რესურსის გამოყენებით ქართულმა მხარემ გასცა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც იყო დასმული. ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმი, ანტიდისკრიმინაციული კანონი და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ეს ის საკითხებია, რომლითაც კომიტეტის წევრები ყველაზე მეტად დაინტერესდნენ. მათ მოიწონეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ნორმატიული და სამართლებრივი ბაზის დარეგულირებაში, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის მექანიზმების შემუშავებაში. იმედი გამოითქვა, რომ ეს ქმედებები გაზრდის ქალთა ძირითადი 3 ჯგუფის, იძულებით გადაადგილებული ქალების, პატიმარი ქალების, განსაკუთრებით ნარკოდამოკიდებული ქალების და ელბეტ პირების დაცვას.
ექსპერტებმა სხვა საკითხებიც დააყენეს, მათ შორის ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებული ზომების გამოყენება გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად საზოგადოებაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში. They sometimes also answered question we didn't really ask. მთავრობა დიდი დელეგაციით იყო წარმოდგენილი და თითოეული მათგანი ცდილობდა ამომწურავად მოეწოდებინათ ინფორმაცია თუ რა გაკეთდა მათ სფეროში. ვფიქრობ, ეს იყო დიდი და კარგი დელეგაცია. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია. ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ რამდენიმე დიდი რეკომენდაციის მოწოდება საქართველოსთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი განხორციელდება. დავინახეთ საკმაოდ დიდი ინტერესი სიდო კომიტეტის წევრებისგან და ზუსტად ის რაც ჩვენ გვაწუხებდა, ეს აისახა მათ კითხვებში და ჩვენი ჯგუფი ძალიან კმაყოფილი დარჩა თვითონ პროცესის. ვფიქრობ, რომ ესეთი მიდგომა მთავრობის, როდესაც პასუხისგებლობით ეკიდება და ასეთი შემადგენლობით ესწრება შეხვედრას და არის მომზადებული, იმედს გვაძლევს, რომ ამ მიმართულებით მას შემდეგ რაც დაიდება განსაკუთრებით სიდო კომიტეტის რეკომენდაცია, მთავრობის კურსი იქნება სწორად წარმართული და გაუმჯობესდება ზოგადად გენდერული პოლიტიკა და ეს აისახება რეალურად ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გავაგრძელოთ კომიტეტთან და მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების იმპლემენტაციაზე, რათა კიდევ უფრო მეტი პროგრესი ვაჩვენოთ სხვადასხვა მიმართულებით შემდეგი განხილვების დროს. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების და ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმების შექმნის ვალდებულება აქვს. ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველო აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ადამიანის უფლებათა სააგენტოებთან, ევროსაბჭოსთან და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან. საქართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულებები, თუ ისინი კონსტიტუციაში შეესაბამება, შიდა ნორმატიულ აქტებზე უპირატესი უნდა იყოს. გარდა ამისა, სახელმწიფო აღიარებს და იცავს საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც მარადიულ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. When I read როდესაც მე ვკითხულობ 2006 წლის რეკომენდაციებს, ვფიქრობ, რომ ისინი უფრო ზოგადია და ბევრს არაფერს ამბობენ, ვინაიდან გვაკლია ინფორმაცია. ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვაქვს მეტი ინფორმაცია, მეტი ცოდნა იმის შესახებ თუ რა ხდება და ასევე ვთვლი, რომ მთავრობამ გარკვეული ქმედებები განახორციელა, რამაც განაპირობა გაუმჯობესება. საერთაშორისო პროექტებიდან გამომდინარე, რომლებიც მხარდაჭერილია ამერიკის მთავრობისა და ევროკავშირის მიერ, სახეზეა გარკვეული გაუმჯობესებები. თუმცა ამ პროცესის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარდა გარე მხარდაჭერისა, თქვენ თავად გქონდეთ სამოქმედო გეგმა. ეს მხარდაჭერა ყოველთვის კარგია, მაგრამ ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოხდება მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, რა რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა იქნება. 18 ივლისს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა საქართველოსთან მიმართებაში პირველადი დასკვნითი შენიშვნები გამოაქვეყნა. პირველადი რეკომენდაციები უკვე მომზადდა, იცით და ჩვენ კიდევ რაღაც ტექნიკური შენიშვნებიც გავაგზავნეთ, ველოდებით საბოლოო რეკომენდაციებს, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამოქმედო დოკუმენტი ჩვენთვის. პირველ რიგში გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის პარლამენტში და ასევე უკვე უწყებათა შორისი საბჭოსთვის, რომელიც შეიქმნა ფაქტიურად მთავრობის დონეზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მე ვფიქრობ, თითოეული სამინისტროს და თითოეული თქვენთაგანის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეკომენდაციების პრაქტიკაში განხორციელებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ამ რეკომენდაციებში ასახული არის ყველა თითქმის ყველა ის საკითხი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარუდგინა სიდო კომიტეტს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გენდერული პოლიტიკის სრულყოფის მიზნით ინსტიტუციური მექანიზმებზე ყურადღების გამახვილება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოუწოდებს სახელმწიფომ, რომ მიიღოს სავალდებულო კვოტები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად ყველა დონეზე. პოლიტიკურ პარტიებმა გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები. გარდა ამისა, ისეთი საკითხი არის აღინიშნული, რომელიც ყველას ჩემს კოლეგას დღესდღეობით აწუხებს. ეს არის ქალთა მკვლელობების საკითხი, რომელსაც გამახვილდა ყურადღება. ასევე ხაზი გაესვა
აუცილებლობა სხვადასხვა ჯგუფებთან მუშაობის, მათ შორის რელიგიურ ლიდერებთან, რაც ვფიქრობ, ცნობიერების შეცვლისთვის და ამ მიმართულებით შედეგის მისაღწევად ძალზე მნიშვნელოვანია. ეს დოკუმენტი შეიძლება გახდეს საბაზისო დოკუმენტი მთავრობისთვის, პოლიტიკის შემუშავებისთვის, მომავალში გენდერული პოლიტიკის შემუშავებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მჭიდრო თანამშრომლობით არასამთავრობო ორგანიზაციებთან გენდერული პოლიტიკის სრულყოფა მოხდება. მით უმეტეს, რომ კომიტეტის ერთ-ერთი რეკომენდაცია არის გენდერული პოლიტიკის ფორმირების და იგივე სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები არასამთავრობო ორგანიზაციები. უახლოეს მომავალში კომიტეტი მიიღებს დასკვნით შენიშვნებს, მათ შორის ძირითად პრობლემურ საკითხებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მონაწილე სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს წინა ანგარიშსა და მომდევნო ანგარიშ შორის პერიოდში.